მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენი მოძრაობის თითოეულ წევრს, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან და ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს მოძრაობისთვის. ზოგს მეტი თავისუფალი დრო აქვს, ზოგს ნაკლები თავისუფალი დრო, მაგრამ ადამიანები უშურველად გაიღებენ ხოლმე ამ თავიანთ რესურსს იმისთვის, რომ ეს მოძრაობა არსებობდეს და ეს მოძრაობა სუნთქავდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თითოეულ შემომწირველს ჩვენი მოძრაობისა. მეგობრებო, თქვენ თითოეულ თეთრს, თითოეულ ლარს, თითოეულ ლეპტას ჩვენთვის იმდხელა მნიშვნელობა აქვს და იმდენად ძვირფასია, რომ ყველა მილიონზე უფრო მეც იწონის, ყველა მილიარდზე უფრო ფასეულია და გაცილებით უფრო დიდ მოტივაციას გვიქმნის, ვიდრე ზოგიერთი ოლიგარქის მიერ გაღებული, გადმოგდებული რაღაც თანხები, რომლებიც არ გვჭირდება. დიახ, ჩვენ ვითარდებით და ვაშენებთ ჩვენ მოძრაობას ესეთი შემოწირულობებით, აი ესეთი ლეპტებით, ესეთი თეთრებით და იმედია, რომ ძალიან ბევრს მივაღწევთ. ჩვენი მოძრაობა, მეგობრებო, სხვა მოძრაობებისგან განსხვავდება იმით, რომ ჩვენ არ ვართ მარტო დემოკრატიული მოძრაობა. ჩვენ არ ვიბრძვით მარტო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტირანია, ავტორიტარიზმი, რაღაც მართველობა ფეოდალიზმს მის ნიშნებსაც რო ატარებს. აი ეს მართველობა რო დამარცხდეს. ეს მართველობა უნდა დამარცხდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი წინაპირობა. ჩვენ ვართ მოძრაობა, რომელიც ყველაზე დიდ აქცენტს სვამს ამ ქვეყანაში არსებულ სოციალურ უსამართლობაზე. ჩვენს ირგვლივ არის უამრავი უმუშევარი, ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ და ამ განათლების რეფორმის შემდეგ საერთოდ 1-2 ადგილიც აღარ იქნება ხელმისაწვდომი ყველაზე ღარიბი, ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის ჩვენ საზოგადოებაში, რომ უნივერსიტეტების ნაწილი გახდნენ და რაღაც შანსი მაინც გაუჩნდეთ აი ამ უსამართლო სისტემაში. ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, იცით თქვენ, რომ არის გაცვლის ობიექტად ქცეული და ადამიანებიც, პაციენტების და ექიმებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ აი ამ ფულზე დაფუძნებულ და მოგებაზე დაფუძნებულ ჯანდაცვის სისტემასთან უწევთ ურთიერთობა. არ არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული უმუშევრობის შემწეობა. აღარ არსებობს არც მსოფლიოში და არც ჩვენთან სტაბილური სამუშაო ადგილები და ადამიანები ტანჯვით ცხოვრების განმავლობაში 10 და 12 სამუშაო ადგილს იცვლიან და მაინც ვერ პოულობენ ისეთ სივრცეს, რომ ღუზა ჩაუშვან და დამკვიდრდნენ. ვინც დასაქმებულია, ისინი ხომ საერთოდ უმძიმეს დღეში არიან. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც აი ეს მე-19 საუკუნე ცოცხალია მთელი თავისი სისავსით. ადამიანები სრულიად გაუცხოვებული არიან თავისი შრომიდან. ადამიანები რობოტებად ყავთ ქცეული აი ამ სამუშაო ადგილზე. არავითარი თვითგანვითარება, არავითარი შემოქმედება სამუშაო ადგილზე. მხოლოდ რაღაც ჭანჭიკი ხარ მანქანის, რომელიც ვიღაცის მოგებას აწარმოებს და შენ გტოვებს გამოფიტულს. მარტო ყოველგვარი სოციალური მხარდაჭერის გარეშე. და ჩვენ ვხედავთ ჩაგვრას და ექსპლუატაციას ქალაქებშიც, უბრალო კაფეებშიც და ბარებშიც და დიდ საწარმოებშიც თუ ესეთი შემორჩა ამ ქვეყანაში. ჩაგვრას ადამიანები შრომობენ, თავს იკლავენ და ვიღაცები დიდრდებიან 1% დიდრდება. ეს არ არის პოპულიზმი, ეს იზომება, ეს ჩანს. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ არ ვართ მოძრაობა, რომელიც მარტო გლოვობს. რო ცუდათა ვართ და რა გვეშველება და რა საზიზღრობა ხდება ირგვლივ. დიახ, საშინელი ვითარებაა ირგვლივ. ურთულესი ვითარებაა, მაგრამ ერთ ლიტერატურულ პერსონაჟს აქვს ნათქვამი ჩემი თაობისთვის ძალიან საყვარელს, რომ როგორი ბნელიც არ უნდა იყოს დრო, შეგიძლია ბედნიერება მაინც იპოვო.
თავარი ამ სიბნელეში შემოტრიალდე იმ ხარეს, სადაც სინათლეა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოძრაობაში შეიძლება ესეთი ღაშღაშა და ჩირაღდანი სინათლე ჯერ არა გვაქვს, მაგრამ არსებობს სინათლის რამდენიმე ნაპერწკალი. პირველი ნაპერწკალი სინათლის არის ის, რომ ჩვენ ვიცით, ჩვენ წევრებს შეუსწავლიათ რიგი ღირებულებები. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. და გვჯერა ხოლმე ამ გამოსავლის. მაგალითად, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანას ჭირდება მინიმალური ხელფასი, კანონით დარეგულირებული და შექმნილი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანას ჭირდება სექტორული ხელფასი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არ უნდა იყოს იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება მწვანე ინდუსტრიალიზაცია, მწვანე, რომელიც გადაარჩენს ჩვენ სასიცოცხლო გარემოსაც და შექმნის სამუშაო ადგილებსაც და ტექნოლოგიას, ცოდნას დააბრუნებს ეკონომიკის სამსახურში. ჩვენ გვჯერა, რომ მარტო ბაზარი ვერ დაარეგულირებს და ასევე აუცილებელია სტრატეგიული და დეცენტრალიზებული დაგეგმა. ხო, ხანდახან ცენტრალური საკითხების, ხო შეიძლება. ამით ხო არ დაშავდება ბევრი რამე. ჩვენ გვჯერა პროგრესული გადასახადების. დიახ, ვისაც მეტი აქვს, მან ბევრი უნდა გადაიხადოს პროცენტულადაც ამ ქვეყნისთვის. და ჩვენ გვჯერა იმისა, რომ ჩვენი საარსებო გარემო ზრდის მიუხედავად დასაცავია. და ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში, ბევრი სხვა ძალებიც არიან და მათ შორის არსებობენ მომავალი თაობებიც. და ის რესურსები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მარტო ჩვენთვის არ არის გამოსაყენებელი და მოსახმარი, კიდევ სხვა თაობებიც იქნებიან და მათაც უნდა შეუნახოთ რაღაც იმ დედამიწისგან, რომელიც საჩუქრად მივიღეთ ჩვენ. და მეგობრებო, თავს აღარ შეგაწყეთ, მეორე ნაპერწკალზე გეტყვით. მეორე ნაპერწკალი არის თვითონ ეს მოძრაობა. იმიტომ რომ ესეთი სტრუქტურა, ესეთი დეცენტრალიზებული, ესეთი თავისუფალი სტრუქტურა საქართველოში არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს. დიახ, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა არის მოძრაობა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კონსენსუსით იღებთ გადაწყვეტილებებს. შეიძლება მიკროფონით ვიღაცამ ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ბოლოს ერთ წევრს შეუძლია, ერთ ცხვარს შეუძლია, რომ ეს საკითხი წავიდეს და მე მთელი მოძრაობა იწყებს ფიქრს იმ ერთის იდეაზე, იმ ერთის უკან დაბრუნებაზე, იმ ერთისთვის ანგარიშის გაწევაზე. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ. და რაც მთავარია, ეს მოძრაობა არის მრავალფეროვანი, არა მხოლოდ შემადგენლობით, არამედ მეთოდებითაც, მეგობრებო. დააკვირდით, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა რესურსი, მაგრამ უამრავ ველზე და უამრავ სივრცეში ვიბრძვით და უამრავი მეთოდით ვიბრძვით. ასე რომ, მეგობრებო, აი რო დააკვირდეთ ჩვენს მოძრაობას, მე მახსენდება ერთი ძველი პლაკატი, ხო, ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი, სადაც, ესე იგი, მაშინდელი ვითარება გამოხატული, დამწვარია ველი, გადაბუგულია ბორცვები ამ პლაკატზე, დანგრეულია სახლები, ყველგან რეაქციის და ფაშიზმის დროშა ფრიალებს, მაგრამ აი ამ გადამწვარ ველზე დგას ერთი ციხესიმაგრე. სამი დროშით, თავისუფლება, სოციალიზმი, რესპუბლიკა და ეს ციხესიმაგრე დგას და მიუხედავად ამ რეაქციისა არაპირებს დანებებას. აი ესეთი ციხესიმაგრეა ჩვენი მოძრაობა და შემოგვიერთდით, გააძლიერეთ ეს მოძრაობა. ვისაც შეგიძლიათ წევრი გახდით ჩვენი, ვისაც არ შეგიძლიათ შემოგწირეთ თანხა, ვისაც თანხა არ გაქვთ თავისუფალი დრო განმონახეთ და მოდით ჩვენთან. ვიღაცა გაზეთის დარიგებაში დაგვეხმარება და უამრავი გზა არის იმისთვის, რომ ჩვენ გვერდზე დადგეთ და ჩვენი მოძრაობა გააძლიეროთ, იმიტომ რომ ეს ციხესიმაგრე გადარჩება და ამ ველზე კიდევ ბევრ ასეთ ციხესიმაგრეს ააშენებს, როცა ეს რეაქცია უკან დაიხევს და ამ რეაქციის უკან დახევისთვის ჩვენ ვიბრძვით. და ბოლოს, მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი უკვე პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ყავს. აქ ბატონი
ბულია დავინახე, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის ციხეში იჯდა, მაგრამ ასევე ძალიან გთხოვთ, რომ დაიმახსოვროთ გვარები: გველესიანი, სარალიძე, ნეფარიძე, ჭუმბურიძე. ესენი არიან მაღაროელები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან დაპატიმრებულები, რომ ამ ველურ კაპიტალისტს გაუწიეს წინააღმდეგობა. და ისინი მარტო არ დარჩებიან და ჩვენ რა ძალაც გვაქვთ, აქედან მათ სოლიდარობას უცხადებთ და ყოველთვის გვერდით დაუდგებით ჩვენს მებრძოლ ჭიათურელ მაღაროელებს.